უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე გარდაიცვალა. სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მიუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელს საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა. ძნელია აქ ეხლა მის შესახებ ეს რამდენიმე სიტყვი ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდი პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირ ნიშნულობით ამ სიტყვისა, ასევე გადატანითი ნიშნულობით და დიდია დღეს ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს. მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები, როდესაც გტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო და არის და იქნება. ვინაიდან ჩვენ ვართ მის ეპოქაში, მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები ვართ და მისი შვილები ვართ, ასე რომ არ ვიცი, ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა და მე იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძელდება და განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები ჩვენ შეგვეციოს ყველას. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება უსამძიმრებს წმინდა სინოდის წევრებს, მრევლს და მთელ საქართველოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.